საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციას ახალი ხელმძღვანელი ხავს. მას ირაკლი გაბრიაძე გაუძღვება. უწყება, რომელიც სააგენტო აწარმოებს საქართველოში ბაზაზე შეიქმნა, ქვეყანაში კერძო სექტორისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაზე ემუშავებს. სიახლე დიდ პროექტებს, მათ შორის ენერგეტიკის სექტორის განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს. მაკოლ ორთქიფანიძე გიამბობთ. ახალი კორპორაცია ახალი მიზნებით და ამბიციური გეგმებით ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში ორგანიზაციამ ერთ-ერთი მთავარი როლი უნდა შეასრულოს. ეკონომიკის განვითარების კორპორაცია იმ საქმეებს გააგრძელებს, რომლებიც 10 წლის წინ სააგენტომ აწარმოეს საქართველოში დაიწყო და რომლის ანგარიშზეც 20.000-მდე მხარდაჭერილი სამეწარმეო პროექტი და 8 მილიარდ ლარამდე მოზიდული ინვესტიციაა. ჩვენი ძალიან დიდი სურვილი არის, რომ ყო მასშტაბი და ჩვენი, ასე ვთქვათ, აქტივობების და სერვისების კომპონენტი იყოს უფრო მსხვილი იმისთვის, რომ მსხვილ სექტორებზე თქვენი დადებითი გავლენა უფრო სწრაფად გავრცელდეს. ახალი სტრუქტურით იზრდება როგორც უწყების მასშტაბი, ისე პასუხისმგებლობა ეკონომიკური ზრდისა და ამ ტემპის შენარჩუნების პროცესში. კორპორაცია მონაწილეობას მიიღებს ისეთი დარგების განვითარებაში, როგორიცაა ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა. ეკონომიკის განვითარების კორპორაცია მხოლოდ მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტზე კონცენტრირებული არ იქნება. სერვისების გაფართოების ფონზე ელიან, რომ ახალ ორგანიზაციას დადებითი გავლენა ექნება მსხვილ სექტორებზეც. კორპორაცია იმუშავებს რამდენიმე მიმართულებით იმისაც, რომ ხარი დაუჭიროთ ქართული ეკონომიკის ზრდას და განვითარებას. კორპორაციის მიზანია, რომ ხელი შეუწყოს სასაზღვრო ინსტრუმენტების გამრავალფეროვნებას. გეგმავთ, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში მხარს დავუჭერთ 40 მილიარდ ლარზე მეტ ინვესტიციას ქართულ ეკონომიკაში. კერძო სექტორში მიიჩნევენ, რომ კორპორაციის შექმნა საქართველოში უცხოური ინვესტიციებისა და კაპიტალის ზრდის წინაპირობაა, რაც ბუნებრივია თავისთავად აისახება მაკროეკონომიკურ სტაბილურობასა და ისეთი პროექტების დაფინანსებაზე, რომლებიც ქვეყანას ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს. თუ კორპორაცია ძლიერი იქნება და ჩვენ ამის დიდი იმედი გვაქვს, შემცირდება საინვესტიციო რისკები და ჩვენ ქვეყანას გაიზრდება საინვესტიციო რეიტინგი, რაც თავისუფლად პირდაპირ პროპორციულ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასთან. საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის შექმნა მოხდა იმ პროდუქტების და იმ შეთავაზებების ბაზაზე, რაც უკვე არსებობს და მათი უფრო კომერციალიზაციის ნაწილს შეეხება და მნიშვნელოვანი იქნება, რომ ერთი კომპლექსური მიდგომა იქნება სახელმწიფოს მხრიდან. ახალი გადაწყვეტილებით ერთმანეთისგან გაიმიჯნა ორი მსხვილი სფერო. კორპორაცია ფინანსური ინსტრუმენტებისა და ანალიტიკური შესაძლებლობების განვითარებაზე იქნება პასუხისმგებელი, ხოლო ინვესტიციების მოზიდვისა და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის საერთაშორისო დონეზე წარმოსადგენად დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდა ინვესტიციების სააგენტო.